დილამშვიდობისა მეგობრებო, როგორც გავიღვიძე, გადავწყვიტე რომ მოვამზადო უგემრიელესი და უმარტივესად მოსამზადებელი შარლოტკა. ძალიან მიყვარს მე შარლოტკა, მე მგონი თუ არ ვცდები, მაქვს შარლოტკის რეცეპტი ჩემთან YouTube-ის არხზე, მაგრამ დღეს ცოტა სხვანაირად ვაკეთებ. ამისათვის დღეს მე დამჭირდება 1 ცალი ვაშლი. საერთოდ რეცეპტში ასია რომ უნდა იყოს 3 ცალი საშუალო ზომის ვაშლი, მაგრამ მე არ მიყვარს, როდესაც ძალიან ბევრი ვაშლია შარლოტკაში, იმიტომ რომ მე შიგნიდან ცომი უფრო რაღაცნაირად ესეთი სველია და ამიტომ მე არ მომწონს. მე მომწონს შარლოტკა, როდესაც არის ფუმფულა, ამიტომ მე დღეს გამოვიყენებ ერთსალ, ესეთ მე მგონი დიდი ვაშლია ჩემს თვალში, მოკლედ ეს არის ახლა ძალიან დიდი ვაშლი, ამიტომ მე ახლა მას ძალიან ისეთ წვრილად პრინციპში გაჩვენებთ როგორც დავჭრი. ასევე დაგჭირდება 3 ცალი კვერცხი, დღეს მე მაქვს სოფლის კვერცხი, იმიტომ რომ როდესაც ვიყავით ახლა ქორწილში, ჩემი დედამთილის და გამოგვატანა კვერცხები და მოკლედ ისე გამიხარდა, იმიტომ რომ აქ სოფლის კვერცხი რომ ვიყიდო, უნდა წავიდე ხოლმე ბაზარში, მაგრამ დავდივარ ხოლმე და ვყიდულობ ხოლმე, მაგრამ ორჯერ ძვირი ღირს. ვყენებამდე აუცილებლად ვრეცხავ კვერცხს, იმიტომ რომ მე სხვანაირად არ ვიყენებ, აი ჯერ კიდევ ეტყობა რომ გარეცხილია და გამშრალიც არ არის. მოკლედ ჯობია ყოველთვის რომ გარეცხოთ გამოყენებამდე კვერცხი. ასევე დამჭირდება ქიშმიში. მეგობრებო, კლასიკურ რეცეპტში შარლოტკას არ ჭირდება ქიშმიში, მაგრამ მე ძალიან მომწონს შიგნით. რაღაცნაირად მე ეს ქიშმიში რბილდება და ძალიან გემრიელია და რაღაც კექსის ვიც იღებს, ამიტომ მე ძალიან მომწონს და ყოველთვის ვუმატებ. ეხლა მე მაქვს 1 მუჭა ქიშმიში. ასევე დამჭირდება ვანილინი. მე მიყვარს, როდესაც შარლოტკაში არის კარგად, როდესაც იგრძნობა ვანილინის გემო, ამიტომ მე მთლიან შეფუთვას ვუმატებ. თქვენ როგორც მოგწონთ, ზოგი არის რომ საერთოდ არ მოსწონს ვანილინის გემო, სუნი, აღიზიანებს, მოკლედ ეს ყველაფერი, ამიტომ თქვენი გემოვნების მიხედვით. ასევე მეგობრებო, აი აქ მაქვს 100 გრამი შაქარი, მაგრამ კლასიკურ რეცეპტში არის 200 გრამი. მე არ მიყვარს, როდესაც არის ძალიან ტკბილი და სხვათა შორის, როდესაც ვამატებ ხოლმე ქიშმიშს, მაგალითად თუ გავაკეთებ 200 გრამ შაქარს და ქიშმიშს, ძალიან ტკბილი გამოვა. ამიტომ ვამატებ ხოლმე 1 მუჭა ქიშმიშს და 100 გრამ შაქარს და ეს ყველაფერი რაღაცა ძალიან კარგად ერწყმის ერთმანეთში და ძალიან ესეთი ნორმალურად ტკბილი გამოდის. ასევე დაგჭირდება 200 გრამი ფქვილი და ეს არის მეგობრებო ნუში, ესეთი გამზადებული უკვე ესე იყიდება, ნახეთ, ესეთი ფირფიტები, ნუშის ფირფიტები. მოკლედ არ ვიცი როგორ ქვია ამათ სწორად, მაგრამ ეს არის ჩვეულებრივი ნუში, ესე თხლად დაჭრილი, რომელიც ესე გამზადებულად იყიდება. რეცეპტში ეს არ ჭირდება, მაგრამ მე მაინც სილამაზისთვის ზევიდან ვამატებ ხოლმე და ძალიან ლამაზი და ესეთი ოქროსფერი შარლოტკა გამოდის ხოლმე. თუ მაგალითად არ მაქვს ნუში, ვამატებ ხოლმე მაგალითად ზესუმზირას, თუ ზესუმზირას არ მაქვს, მაგალითად ნიგოს და მოკლედ რაც მაქვს ხოლმე, ისეთი რაც მოუხდება ზევიდან ჩემს შარლოტკას, აუცილებლად ვამატებ და ვალამაზებ ხოლმე. ეხლა მე პირველ რიგში გადავალ და დავიწყებ ვაშლის დაჭრას. მეგობრებო, ვაშლს კანს არ ვაცლი და აი ესეთი ნაჭრებით ესე ამოვჭერი მაგალითად და ეხლა ესე წვრილად ვჭრი ვაშლს. ხედავთ, ვაშლი უკვე მზად არის, დავჭერი აი ესე პატარა ნაჭრებად და მოკლედ ეხლა ეს ყველაფერი მე ცომთან ერთად ჩაიშლება და მოკლედ ძალიან გემრიელი გამოდის. ცომი უკვე მზად არის და ეხლა დავამატებ დაჭრილ ვაშლს.
ყველაფერი გადავურიე და ეხლა მე ამ ყველაფერს გადავიტან ფორმაში, სადაც დღეს მე მას გამოვაცხობ. ადრე ვაცხობდი ხოლმე სხვა ფორმაში, მაგრამ დღეს მინდა გავსინჯო და გამოვაცხო სხვა ფორმაში, იმიტომ რომ არ მინდა ზედმეტად ჭურჭელი ვრეცხო, ამიტომ დღეს გადავწყვიტე რომ გამოვაცხობ აი ესეთ ჩემი პურის ფორმაში და აი ესეთ ქაღალდს. ძალიან მაინტერესებს როგორი გამოვა. ვფიქრობ რომ კარგი უნდა გამოვიდეს. ვფიქრობ რომ კარგი უნდა გამოვიდეს და მოკლედ მე ახლა დღეს თქვენთან ერთად ვტესტავ აი ამ ყველაფერს. თქვენთვის მინდა და მეჩვენებინა თუ რა მოვამზადე, მოკლედ ეს ყველაფერი იქნება ეს ჩაის ნაკრები, ღუმელში გავაშრე ვაშლი, ნახეთ, როგორ ლამაზად და გემრიელად გამოიყურება და მოკლედ ზედმეტი ვაშლი იდო ფანჯარაზე და რატომღაც ჩავთვალე რომ თხლად უნდა დამეჭრა და აუცილებლად უნდა გამეშრო ღუმელში, მე ასევე დავუმატე ლიმონიც ასევე გავაშრე, კიდევ გავაკეთე ჟოლო და ლურჯი მოცვი, ეს არის მელისას ფოთლები, რომელიც უკვე კარგად გაშრა, ახლა ვაშრობ პიტნას და მოკლედ ზამთრის ცივი დღეებისთვის მექნება ესეთი უგემრიელესი სახლში მომზადებული ჩაი. მინდა აქ დავამატო აი ესე გავაშრო ფორთოხალი, მანდარინი და მოკლედ ციტრუსი და მოკლედ მინდა რომ რაღაცა შევკრა ესეთი მაგალითად კენკრის ჩაი, ცალკე ციტრუსის ჩაი, ცალკე ვაშლი და რაღაცა კიდევ ცალკე და მოკლედ ზამთარში მექნება უგემრიელესი ჩაი, კარგი ფილმები, თბილი პლედი და მოკლედ უკვე მე ერთი სული მაქვს როდის მოვა ახალი წელი. ეხლა მალე უკვე ჩემი შარლოტკა მზად იქნება და რა თქმა უნდა შარლოტკასაც გაჩვენებთ. ესეც ასე მეგობრებო, შარლოტკა უკვე მზად არის, ნახეთ როგორი ლამაზი გამოვიდა. ქაღალდშიც შენურად გამოიყურება. ეხლა მე უნდა შევეცადო და მარტივად გადმოვიტანო ისე რომ ხელი არ დავიწყო. ამ ყველაფერს აქეთ გადმოვიტან. ამებს მოვიძრობ ან ჭირდება და ნახეთ როგორი სილამაზეა. ხილად მოვაძროთ. და საბოლოო ჯამში გამომივიდა აი ესეთი ძალიან ლამაზი შარლოტკა და რაც ყველაზე მთავარია მეგობრებო. ფორმის გარეცხვა არ მოგვიწევს, იმიტომ რომ ძალიან სუფთაა შიგნიდან აი ამ ქაღალდის წყალობით, რაც ძალიან მახარებს. მოკლედ მე ახლა ცოტა ხანი დაველოდები, გაცივდება ამასობაში მეწავალ საქმეებზე, რა თქმა უნდა წაგიყვანთ თქვენც და შემდეგ უკვე როდესაც დავბრუნდებით, გავჭრიებ ყველაფერს და გემრიელად ყავასთან ერთად მივირთვევთ და რა თქმა უნდა თქვენს გაჩვენებთ შიგნიდან როგორი გამოვა. ნახეთ, ნუში ზევიდან როგორ უხდება. ნებისმიერი რაღაცა შეგიძლიათ დავუმატოთ ზევიდან. მზე სულ ზირაკნებავთ ნებისმიერი თხილი, რომელსაც ჩათვლით საჭიროეთ, რომ ლამაზად ასე მოუხდება თქვენს შარლოტკას, შეგიძლიათ დაამატოთ. ახლა კი წავიდეთ საქმეებზე. მოვედი ახლა მიდივარ ჩემს საქმეებზე, ჩემს საქმეებზე რა, მოკლედ მიდივარ საჩუქრების საყიდლად. გეუბნებოდით წინა ვლოგებში რომ ჩამოვიდა ჩვენთან ივანის დეიდას შვილი, კიდევ მათი ნათესავი და მალე მიდიან უკან და ამიტომ რა თქმა უნდა ყველა საჩუქრები უნდა ვუყიდოთ და დამავალეს ესე
ივანმა მომცაფული და მითხრა რომ რაც გინდა იყიდაო და მოკლედ მივდივარ ახლა რომ შევარჩიო საჩუქრები, მაგრამ აი ბიჭებისთვის მაქვს ძალიან მაგარი რაღაცა შერჩეული და ჯერ არ გეტყვით, იმიტომ რომ ჯერ მთავარია რომ ეს ყველაფერი შევიძინო, რომ მე ეს ყველაფერი გავაკეთო, განვახორციელო ეს ჩემი ჩანაფიქრი და მოკლედ მივდივარ რაღაცეების საყიდვად. თან არ დაგავიწყლეთ, ქალაქის ცენტრში ისეთი რაღაცეები ხდება, რომ საერთოდ გადავიფიქრე იქით არ წავალ ერთი თვე. იქ არ გავივლი, მოკლედ საშინელი რაღაცეები ხდება, მივდივარ ქალაქის ბოლოში, თან მივდივარ ტროლეიბუსით, იმიტომ რომ ტაქსი რო გამოვიზახო, ცოტა მენანება ფული, არ მჭირდება, ვფიქრობ რომ ჩავჭდები ტროლეიბუსით და მშვენივრად მივალ შანზე წვანია ინთო და ნანუტა დგას. მოკლედ მე მოვედი დანიშნულების ადგილას და ხედავ იმ ყველაფერს, რაც ჭირდება, ძალიან კარგია, მოტანილი აქვს ანუ სხვადასხვა ზომის, არის უფრო ესეთი მომცრო ზომის და არის ცოტა ესეთი დიდი. და ეხლა ივანს უნდა შევუთანხმდე, რომელი ავიღო, რომელი ჯობია. ნახეთ რა მაგარია. ისა ერთხელ ჩემთვისაც ავიღებდი სიამოვნებით სახლისთვის, მაგალითად აი ესეთ პატარას. ოღონდ რა უნდა ჩავდო აქ, არ ვიცი. თავი უნდა მქონდეს. ყოველთვის ესეა რაღაცაზე აი გავგიჟდები, ვიყიდი და მე მიდევს. ჩემი ქუდის არ იყოს, H&M-ში რო ვიყიდე, ამ დილას გავხსენი და ვხედო დევს ქუდი, ირისთვის ვიყიდე, ოღონდ არ ვიცი. მოკლედ ხა ავარჩევ. კი წავტანტალდი. აი ამების გარეშე და ამდენ რაღაცას ხელით ნახდათ ვერ ვატარებდი, ჩემი საყვარელი თებშები. მოვად რომ თქვენთვის დაუბრუნდები აქ ძალიან მომწონს ახლა ესეთი თებშები განსაკუთრებით არის ეს მოძველებულ სტილში რომ არის გაკეთებული, აი ძალიან მომწონს. არის დიდი, პატარა, ძალიან საყვარლებია. წავიდეთ და ავიღოთ. ივანმა მითხრა დიდი ხის კონტეინერი აიღო და ამიტომ მივდივარ ახლა რომ ავიღო დიდები. ასევე ჩემი საყვარელი ესეთი ბამბუკის როგორ ქვიათ, მოკლედ ბამბუკის ალბათ. ნახეთ რა საყვარლობაა. სტები ძალიან მომწონს და მე ამათთანაც აუცილებლად დავბრუნდები. იმიტომ რომ ნამდვილად საჭიროა აი ესენი ძალიან მომწონს და რა ვქნა. და საკმაოდ ძვირი ღირს ახლა მაგალითად აი ეს თასები ღირს 100 მოკლედ რაც ქვია ღირს 45 რუბლი. 45 რუბლი არის მეგობრებო, ხელი $23. შემდეგ კიდევ რა არის აქ ლამაზუნები. მე ხო ჭურჭელს ვერ ვუვლი გვერდს. ნახეთ რა საყვარლობა. ჭურჭელზე მეკეტება. ნახეთ რა ლამაზი ფერებია, აი გიჟდები, ისე მომწონს. მე არსად გასაშვები არ ვარ. ნახეთ კი, ვაიმე ეს რა საყვარლობა. ეხლა გავაფრენ, უნდა ვიყიდო. ნახეთ რა სილამაზეა. ღმერთო, რატომ მოვედი დღეს აქ? დღეს ივანს გავაკოტრებ. მაგრამ აი ეს აუცილებლად უნდა ვიყიდო. ეს ვიყიდო თუ ესეთი ვიყიდო? არა, ჯობია შემდეგ ხელფასზე დავბრუნდე. ეხლა ნამდვილად ვერ ვიყიდი. მაგრამ ძალიან მომწონს, ნახეთ როგორი სილამაზეა. მომწონს მე ესეთი ორიგინალური რაღაცეები. აი ეს თეთრები უკვე მომბეზრდა. სახლში გვაქვს თეთრი ყველაფერი. კი ძალიან მომწონს. თეთრიც, მაგრამ უნდა იყოს რაღაცა დღესასწაულზე. სუფრა თეთრად გაწყობილი. ისე ყოველდღიურობაში თეთრი მოსაბეზრებელია.
ყოველდღიურობაში ვფიქრობ, რომ აი ესენი არის ძალიან საყვარლობა. ფერადი და მხიარული. ნახეთ, ესენიც რა კარგია. ესეც ასე 2-5 უკვე ვიყიდე. მეგობრებო, სხვათა შორის შევუკვეთეთ, სხვათა შორის დღეს მომიტანენ, ეხლა გამახსენე და შევუკვეთე სპეციალური კონტეინერები მაკარონებისთვის, წიწიბურისთვის და ესეთ რაღაცებისთვის, რომ პარკებში რომ არ მელაგოს, მექნება სპეციალურ ესეთ კონტეინერებში მოთავსებული ლამაზად და კოხდად. მინდოდა ძალიან შუშა, მაგრამ სამწუხაროდ შუშა რაღაცა არ იყო. ერთი აქ ნახო, მაგრამ უკვე ამდენი რაც მინდა. მინდოდა აი ესეთები, მაგრამ მე შევუკვეთე მრგვალი თავისი თავსაფარით, იმიტომ რომ ამებზე ამბობენ, რომ ამას არ ეხსნება, მაგრამ არის კიდევ ესეთი ორ მხრიდან ეხსნება და ამბობენ, რომ თავსაფარები, ანუ მყარად არ ეფარება და ცუცვიდება ხოლმე. და ამიტომ გადავწყვიტე, რომ მრგვალები შემეკვეთა. მოკლედ მეგობრებო, ვერაფრით ვერ ავარჩიე. ვიცი რომ ჭირდება საჩუქრად ჭიქა და ესეთი თებში. მაგრამ ვერ ავარჩიე რომელი მინდა. რომლებიც მე მომწონს, ძალიან ისეთი არის. ეს მგონია გოგოშპური. მაგრამ პრინციპში ვფიქრობ, რომ ხალბატონიცაც ძალიან უნდა მოეწონოთ აი ესეთები. ნახეთ რა საყვარლობაა, ერთად ძალიან ლამაზად გამოიყურება. და სიტყვით აი ძალიან მომწონს. ასევე ამის ფერი მომწონს ძალიან, ნახეთ როგორი ლამაზი ფერი აქვს. მაგრამ უფრო რაღაცა ისეთი მინდა, თხელი, კლასიკური, ლამაზი, ძალიან მომეწონა ესეც. მაგრამ ცოტა არ იყოს ძალიან ისეთია უბრალო, მაგრამ თან ძალიან ნაზია. ნახეთ როგორი კარგია. ძალიან მომეწონა ესეც. მე მომეწონა, მე გამიხარდებოდა რომ აჩუქონ აი ესეთი. კიდევ რომელი გაჩვენოთ, რა იყო კიდევ აქ? კიდევ იყო აი ესეთი. ესეც ძალიან მომეწონა სხვათა შორის. უბრალოდ ცოტა არ იყოს მძიმეა. ნახეთ როგორია. აი ესეთია. და თებში მოყვება ესეთი. რა სიტყვით, უბრალოდ მაინტერესებს ახლა ესენი თუ დევს თავის ყუთში. იმიტომ რომ ძალიან მინდა რომ იდოს ყუთში, რომ ლამაზად შევუფუთო და ვაჩუქო. აქეთ კიდევ არის რაღაცა ესეთი ლამაზი რაღაცები, მაგრამ პრინციპში ვფიქრობ, რომ ესენი მათ არაფერში არ გამოადგებათ. ან გამოადგებათ და მე არ ვიცი. მეგობრებო, სანამ კიდევ დრო მაქვს, მინდა გაჩვენოთ თუ როგორი საჩუქრები შევურჩიე ჩვენს სტუმრებს. ეხლა უკვე ძალიან მალე მოვლენ ჩვენთან და ამიტომ გადავწყვიტე რომ ჯერ თქვენ გაჩვენოთ და მე ნუ რა თქმა უნდა ვაჩუქო. ძალიან მიყვარს, როდესაც ვარჩევ ვიღაცისთვის საჩუქრს, აი რო ვჩუქნი საჩუქრებს ძალიან მიყვარს, აი მართლა მთელი სიამონება არის ჩემთვის ვიარო საჩუქრებზე და ის ხვისთვის ავარჩევ. ნუ რა თქმა უნდა მეც ძალიან მიყვარს, როდესაც გამოხატავ ყურადღებას და მჩუქნია ხოლმე საჩუქრებს, რა თქმა უნდა მეც ძალიან სიამოვნებს და მე მგონი დედამიწის ზურგზე არ მეგულება ადამიანი, ვისაც არ სიამოვნებდეს საჩუქრების მიღება. მოკლედ ახლა გაჩვენებ. შევარჩიე ესეთი უბრალო კრაფტის ესეთი ქაღალდის პარკი. პარკია თუ როგორც ქვია, ჩანთა მოკლედ ძალიან მიყვარს მე. სადა ყველაფრის გარეშე და რაღაცა ძალიან ისე მომეწონა და ამიტომ ავიღე სხვათა შორის აი ეს ვიყიდე fix price-ში, ღირს ძალიან იაფი, სხვა ესეთი კრაფტის პარკებიდან განსხვავებით. და მოკლედ ახლა პირდაპირ გადავალ საჩუქრებზე. მოკლედ პირველი რაც მინდა გაჩვენოთ, ნუ პრინციპში არაფერი ისეთი დიდი და განსაკუთრებული არ მიყიდია, მაგრამ ნუ როგორც თქვი, ყურადღება ძალიან მნიშვნელოვანია. მოკლედ ეს არის ესეთი ყუთი, რომელსაც აქვს ხის თავსაფარი და თვითონ არის მეტალი რაღაცა, მოკლედ და აქ ჩავალაგე ბელარუსული ორცხობილა. პრინციპში ნებისმიერ დროს შეუძლიათ ყველაფერში გამოიყენონ აი ესეთი ყუთი. თვითონ ყუთი ძალიან მომეწონა და მე უკვე ვიფიქრე რომ მეთქი დავამატებ თქო ორცხობილასაც.
და როდესაც აქ მაგალითად ეს ბელარუსული ორცხობილა დასრულდება, შეუძლიათ შეავსონ ხელახლა ორცხობილით, ან თუნდაც კანფეტებით, ან თუნდაც მაგალითად უბრალოდ ყავისთვის გამოიყენებენ და ვფიქრობ, რომ ძალიან ისეთი საჭირო არის და თან ისე ნებისმიერ ადგილას, სადაც არ უნდა დადონ, ვფიქრობ, რომ ძალიან ზე ლამაზად უნდა გამოიყურებოდეს. ეს არის პირველი, რაც შევარჩიე, ანუ ორივე ქალბატონს ზუსტად ერთი და იგივე საჩუქარი ვუყიდე, უბრალოდ მე ახლა თქვენ აქ ერთ ცალს გაჩვენებ და მეორე მეგობრებო, ეს არის ფინჯანი. მოჩვენებთ ახლა თავისი ლამბათით, მოკლედ სწორად როგორ ქვია ქართულად არ ვიცი, მაგრამ მარტივად რომ ვიმეტყველოთ, ეს არის ესეთი თეფში და ჭიქა, რომელსაც გამოიყენებენ ან ჩაის დასალევად, ან ყავის დასალევად, პრინციპში არ ვიცი ვინ რას სვავს და მოკლედ ყველაფერში ვფიქრობ, რომ გამოიყენებენ. თან როგორც ვიცი, ორივე ქალბატონი ჯერ კიდევ მუშაობს და თუნდაც მაგალითად შეუძლიათ წაიღონ სამსახურში და იქ გამოიყენონ ყავის ან ჩაის დასალევად და ვფიქრობ, რომ ესეც ძალიან გამოადგებათ და როდესაც ასე გამოიყენებენ ხოლმე, ყოველთვის გავახსენდებით ხოლმე მე, ივანი და ალექსანდრა და მოკლედ აი ესეთი ორი ცალი რამ შეურჩიე ქალბატონებს, ვფიქრობ, რომ ძალიან ისეთი არის საჭირო არის და გამოიყენებენ. თქვენს ფიქრობთ, როგორ მოგეწონათ ჩემი არჩევანი? მე ძალიან მოწონდა, მე ძალიან კმაყოფილი ვარ და მართლა ძალიან ისე მთელი სულით და გულით შევარჩიე მათთვის საჩუქრები. რაც შეეხება მეგობრებო, ბიჭების საჩუქრებს, კიდევ როგორც გითხარით, არის ივანის დეიდაშვილი ჩამოსული, მაგრამ ივანის მეორე დეიდაშვილი არ არის ჩამოსული. მაგრამ ნუ რა თქმა უნდა, ორივეს უნდა ვაჩუქოთ, ანუ ისე ხო არ გამოვა, რომ ერთს გავუკეთებთ და მეორესთვის არ გავატანთ. რა თქმა უნდა, ორივესთვის ვაკეთებ საჩუქარს და ეს საჩუქარი იქნება შემდეგ ვიდეოში. აუცილებლად დაელოდეთ, ძალიან საინტერესო იქნება. ვფიქრობ, რომ ძალიან მაგარი იდეა მომივიდა თავში და თქვენ შეგიძლიათ განახორციელოთ აი ესეთი იდეა, როდესაც მაგალითად ფიქრობთ რა ვაჩუქოთ ბიჭებს. აი ყოველთვის არის ხოლმე პრობლემა, მაგალითად დაბადების დღე არის თუ რაც არის, მოკლედ არ აქვს მნიშვნელობა, ყოველთვის არის პრობლემა, ვაიმე ბიჭს რა ვაჩუქო. აი სულ ეს პრობლემაა ხოლმე და ამიტომ თუ გაქვთ ესეთი პრობლემა, აუცილებლად დაელოდეთ ჩემს შემდეგ ვიდეოს, სადაც გაჩვენებ თუ რა მოვამზადებ ბიჭებისთვის საჩუქრად. მე ამ ვიდეოდ დაგემშვიდობებით, გკოცნით ყველას ძალიან ბევრს. პაკა-პაკა.